უპირველეს ყოვლისა, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო შტაბის მუშაობის ეფექტიანობა, მისი ხელმძღვანელის პაპონა მარგველიძეს ეფექტიანობა მათ შორის იმ გადაწყვეტილებების შესრულებაში, რომელიც გუშინ დილითაც პრემიერის მონაწილეობით იქნა მიღებული შტაბის მიერ. დღეს ჩვენ ნახეთ, საზოგადოებას აკვირდებოდა თუ რა სისწრაფით მუშაობდა ტექნიკა სტიქიის ადგილას, უკვე რამდენიმე მონაკვეთზე გზები, რომელიც კეთდება ბოლომდეა თითქმის მისული, მათ შორის ხიდი, თვალსაჩინო უკვე დასრულებული იქნება ხა ამ დროისთვის. ამიტომ ყველა ეს გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით იქნა მიღებული, ძალიან მოკლე ვადებში აღსრულდა. ხვალინდელი დღეც დაეთმობა მათ შორის ამ ინფრასტრუქტურის საკითხებს, რომელიც სხვადასხვა კერაზე მიიყვანს საჭირო ტექნიკას და ასევე ადამიანებს, რომლებიც მაშველებს, რომლებიც იქ იმუშავებენ და ზოგადად ფიქრობ, რომ ამ ხრივ ძალიან ეფექტიანად მუშაობს მთლიანად შტაბი. მინდა მადლობა გადაუხადო განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, ვინაიდან იქ ადგილზე ყველა სათანადო პირობა არის შექმნილი არა მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ეძებენ საკუთარ დაკარგულ ოჯახის წევრებს, არამედ სხვებისთვისაც, იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ მუშაობს და ყველა ვინც იტრიალებს, ყველას აქვს შესაძლებლობა ჯანდაცვის სამინისტროს წითელი ჯვრის მონაწილეობით, რომ კონდეს თომა საკვებზე, წყალზე და ასე შემდეგ. ამიტომ მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო და რა თქმა უნდა განსაკუთრებით ჩვენ ჯარს, თავდაცვის მინისტრს, რომელიც ასე ეფექტიანად ჩაერთო ამ სამაშველო ოპერაციაში. ბატონ შალვა, 2 დღეა იმყოფებით უკვე რაჭაში, ადგილზე ეცნობით არსებულ სიტუაციას. რა შეგიძლიათ გითხრათ, როგორია ბოლო მონაცემები, რა ვითარება გვაქვს ამ დროისათვის? დღეს ამასთან ერთად დღესვე იმყოფებოდით უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ამ დრომდე ეძებს ახლობლებს. დიახ, რა თქმა უნდა, უმძიმესი სიტუაცია არის და რაც უფრო ახლოდან ხედავ, მით უფრო ხდება იმის გააზრება, თუ რა მასშტაბის იყო ეს სტიქია. წარმოიდგინეთ 50 ჰექტარი დაახლოებით ტერიტორია, რომელიც საშუალოდ 4 მეტრი ქვაღორღიანი მასით არის დაფარული და ყველაფერი აქვს თავის ქვეშ მოყოლილი. ეს ასეთი მასშტაბის სტიქია, რა თქმა უნდა, ზოგადად იშვიათი არის და რაც უფრო ახლოდან ხედავ, მით უფრო მძიმე არის ამის ნახვა. მე მქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ ოჯახის წევრებთან მესაუბრა, ვინც ეძებენ დაკარგულ ოჯახის წევრებს. რა თქმა უნდა, რთულია მათი მდგომარეობა და რთულია მოძებნო და ის სიტყვები, რომელიც მათ დაამშვიდებს. ერთადერთი რაც არის, რომ ჩვენ უგულშემატკივროთ ჩვენს მაშველებს და ვიმედოვნებთ, რომ თუ კი არსებობს რაიმე შანსი, ეს შანსი იქნება სასიკეთოდ და მოხდება ვინმეს პოვნა, თუმცა კიდევ ერთხელ ძალიან მძიმე სიტუაცია არის. მაშველება გარშემო ტერიტორიას რაც შეეხება, იქ ყველანაირად უკვე ყველა ტერიტორია მოიარეს, ვერტმფრენი მათ შორის დღეს ძალიან ინტენსიურად იყო სტიქიის ზონაში და ზემოდანაც ხდებოდა დაზვერვა გარშემო ტერიტორიის, იცით რომ გუშინდლის შემდეგ სხვა რამე, ასე ვთქვათ, ამ ხრივ გარე ტერიტორიიდან რომ აღმოჩენილი ყოლინე გადარჩენილი ამ ინფორმაცია არ არის. ასე რომ ვნახოთ როგორ წარიწევს სამშობლო. თუ შეგვიძლია ამ დროისათვის თქვათ დაახლოებით რა მასშტაბს და რა ფართობის ტერიტორიას აკონტროლებენ მაშველები, რა ტერიტორიაზე მუშაობენ, დაახლოებით რა მხელა ეს? მე როგორც მოგახსენეთ 50 ჰექტარი არის ის ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 50 ჰექტარი, რომელიც არის 4 მეტრიანი ქვაღორღით დაფარული. ამავე დროს ეს ქვაღორღი არის წყლით გაჟღენთილი და შესაბამისად რბილი მასაა და არის როგორც ჭაობი, მასზე სიარული შეუძლებელი არის და სპეციალური საშუალებები შეიძლება გადაადგილება, მაგრამ უჭირს ტექნიკასაც და ადამიანსაც. თუმცა არის ზონები, სადაც რამდენიმე გარდაცვლილი გუშინ იქნა აღმოჩენილი და ინტენსიურად იმ ზონაში ექცეოდა ყურადღება, რომ სამუშაოებს, რომ გაწმენდით სამუშაოებს, რომ ენახათ სხვა პირები და სწორედ იმ ადგილას აღმოჩნდნენ ასევე სხვა გარდაცვლილები. კოტეჯების ტერიტორიაზეა საუბარი, ხომ ასეა? როგორც იცით, საქმე იმაში არის, რომ ეს მეწყერი
ასე ვთქვათ, რაღაცას კი არ ფარავს, როგორც წყალმაშება გადაუვაროს და დაფაროს, არამედ აცურებს, ასე ვთქვათ, როგორც თვითონ ეს მასა მოდის, ასევე ადგილს უნაცვლებს შენობას თუ სხვა ყველაფერს რაც მას ხვდება. ამიტომ სწორედ ეს არის, რომ ეს ტერიტორია მოცილებით არის უფრო გვერდზე იყო გამოწეული და როგორც ჩანს, აი სწორედ ამ მიწის მასამ, ასე ვთქვათ, გამოწია გვერდზე, ამიტომ იმ რუკის მიხედვით, სად რა იყო განლაგებული, შეუძლებელია ძებნა, ვინაიდან დაძრულია ყველაფერი ამ მასის მიერ. და მაგრამ ჩვენი მაშველების პროფესიონალიზმი მეტყველებს ზუსტად ის, რომ ისინი ზონებს საზღვრავენ გარკვეული მაჩვენებლებით და შემდეგ ეძებენ ამ ზონაში და ესეც აჩვენებს ეფექტიანობას მუშაობის, რომ უკვე რამდენიმე გარდაცვლილი იქნა ნაპოვნი. კი ბატონო შალა, რა ტექნიკური შესაძლებლობები და საშუალებები გვაქვს ამ წუთისათვის იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს პროცესი, გულისხმობ სამაშველო ოპერაციას ხადიან? ყველანაირად უზრუნველყოფილი არის ტექნიკით, აქაც რაიმე სპეკულაცია ყველანაირად დასრულდეს, არ არსებობს რაიმე ტექნიკა, რომელიც იქნებოდა საჭირო და არ ქონდეს ჩვენ მაშველებს და ასევე ადამიანური ძალითაც სრულად არის უზრუნველყოფილი ეს პერიმეტრი ადამიანებით, რომლებიც იმუშავებენ ამ მიმართულებით, ასე რომ მიდის ძალიან გეგმაზომიერად იმ გეგმის მიხედვით, რომელიც შემუშავებული იქნა თუ რომელი ზონებიდან იყოს შესვლა, სად უნდა გაიჭრას გზა, აი ამ გეგმის მიხედვით მიდის მუშაობა და შედეგები გვაჩვენებს, გულისხმობ, რომ ცხედრები იყო ნაპოვნი და მიაკვლიეს, ეს შედეგები გვაჩვენებს, რომ აი ამ ტერიტორიაზე, სადაც დაფარული იყო, აქ საკმაოდ ეფექტიანად მუშაობენ. ერთი რამე არის მნიშვნელოვანი კიდე, რომ სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც უნდა იყოს საზოგადოება კონსოლიდირებული და სოლიდარული, აი ზუსტად ამ მომენტში, თან ისეთ საკითხზე, რომელიც აბსოლუტურად, რომელსაც არაფერი საერთო შეიძლება არ ქონდეს სხვა ისეთ პოლიტიკურ საკითხებთან, ხომ? აი ამ განსაკუთრებულ ტრაგედიის მომენტში ჩვენ გვიწევს არა მხოლოდ სტიქიასთან ბრძოლა, არამედ გვიწევს დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რაც ბოლო დღეები მიდის, გუშინ დღესაც მიუხედავად იმისა, გუშინაც ჰქონდა ამაზე საუბარი დღეს დილით და ამდენჯერმე გავიმეორე, რომ სამწუხაროდ ვრცელდება დეზინფორმაცია და მინდა თქვენს მაყურებელსაც უთხრა და სამწუხაროდ რამდენიმე მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებდა ამას, წვალი ალტერნატივა, მე რამდენადაც ვიცი, დღემდე არ უარყო, ამ მომენტამდე არ უარყო, რომ ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს არსებობს რაც კვლევა, რომელიც აჩვენებდა, რომ ამ ხეობაში რაღაც ღონისძიებებია ჩასატარებელი, სხვა შემთხვევაში იქნებოდა სწორედ ეს პროცესი, რაც აბსოლუტურად ტყუილი სხვა დასახელების მდინარეა საერთოდ იქ ღვიორაზეა საუბარი, რომელიც გლოლასთან არის ქვემოთ, არის მეორე მხარეს, არის სხვა ხეობა, აბსოლუტურად კავშირი არაფერი არ აქვს და მიუხედავად ამისა ეს დეზინფორმაცია ვრცელდება და დღესაც იყო თქვენ სიუჟეტში თქვით სამწუხარო შემთხვევა, როდესაც მთის ამბები, ხო აი არ ვიცი რატო ან რა ადამიანობაში ეწერება ეს ყველაფერი, როდესაც ხდება პირდაპირ ტყუილი თითქოს იქ ადამიანთან საუბარი არ არის, ვინც ოჯახის წევრებთან ვინც ეძებენ, იქ ვიყავით დღეს მთელი დღე, ქონდა საუბარი არა მხოლოდ ამ ადამიანთან, ამ მსხვერპლთანაც, ვინც ეძებენ თავის ოჯახის წევრებს და რა თქმა უნდა ვცდილობთ ყველა, რომ იმედი მივცეთ და რაღაცნაირად გვერდში დაუდგეთ და ყველანაირად ზრუნავს მათ შტაბი და სახელმწიფო სულა და მიუხედავად ამისა, შემდეგ ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს არავინ ესაუბრება და სამწუხაროდ იცით რა არის, ახლა ეს სხვა თემებიც არის ხოლმე, მაგრამ აქაც მინდა აღვნიშნო. ჩვენ როცა ვსაუბრობთ აი ესეთ პრობლემებზე და დეზინფორმაციის, სხვა დროს კიდე გასაგებია, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ჩვენ ბუნებრივ კატასტროფაზე და ასე ვთქვათ კრიზისულ მომენტებზე, აი აქ როდესაც ხდება პირდაპირ საბოტაჟი, ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით, აქ რა თქმა უნდა სერიოზული კითხვის ნიშნები ისმის ამ ორგანიზაციების დონორების მიმართ, მწვანე ალტერნატივა და მთის ამბები, მათი დონორების მიმართ, რომ როდესაც და უცხოელი დონორები არიან და ჩვენ ბევრი სამძიმარი მივიღეთ სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს სამძიმარი კარგია, მაგრამ როდესაც აფინანსებენ ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ საბოტაჟს უწევენ კრიზისულ მომენტში, ცდილობენ რომ პანიკა დათესონ, დეზორიენტაცია საზოგადოების, ეს რა ქცევა ან ვისი დაფინანსება საერთოდ. ამიტომ არ ვიცი ვინ არიან ახლა ამ ორგანიზაციის დონორები, მაგრამ ვინც არიან, მოუწოდებ რომ ჩახედონ, რას აფინანსებენ და რა არის, აი ეს არის მეგობრობა ხალხის მიმართ, როდესაც კრიზისულ მომენტში მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები პირდაპირ საბოტაჟს უწევენ მთლიან პროცესს და ცდილობენ პანიკის დათესვას. აი ეს არის მთავარი პრობლემა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დეზინფორმაციაზე. ეს პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ
სხვა დროს კიდე შეიძლება რაღაცნაირად უნკლავდებოდეთ და ნაკლებად ემოციურიც ვიყოთ ამის მიმართ და შეჩვეულიც ვარ დეზინფორმაციას, მაგრამ აი ამ დროს, როდესაც ასე ტრაგედიაზე გვაქვს საუბარი, როცა კატასტროფიდან გამომდინარე კრიზისული მომენტების მართვა არის, ამ დროს, როდესაც ხდება ზურგში დანიშჩაცემა, აი ასეთი მედია საშუალებების მხრიდან და ასეთი NGO-ების მხრიდან, რა თქმა უნდა, აქ არის პასუხისმგებლობა მათი დონორების და მე მოუწოდებ, მაგრამ ამაზე დაფიქრდეთ. ბატონ შალვა, სწორედ ამაზე საუბრობდით, ახლა რომ ვრცელდება დეზინფორმაცია, არაერთი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა სტიქიის მიზეზი. როგორც ვიცით, ამ დროისათვის სპეციალისტები უკვე მუშაობენ ამ მიზეზების დასადგენად. როდის გვეცოდინება დასკვნა და ხომ არ შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ იმაზე, თუ რა პრევენციული ღონისძიებების მიღება იქნება საჭირო იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურებები. დღეს იქ ეპიცენტრშიც გეოლოგები კვლავ მუშაობენ, იქაც ქონდა საუბარი, ახლა შტაბშიც არიან წარმომადგენლები და ქონდა ამაზე საუბარი, ყველანაირი მონაცემები უმეტესწილად უკვე შეგროვებული არის, მათ შორის ჯერ კიდევ გუშინ შეფრინდენ ტერიტორიაზე, სადაც მყინვარი არის და მოხდა როგორც ვიზუალური დათვალიერება, ისე ფოტო გადაღება, სხვადასხვა მონაცემების აღება, სატელიტური სურათები სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის სხვა ინსტიტუციებიდან, სხვა ქვეყნების, რომელსაც აქვს მაღალი გარჩევადობის ასეთი ფოტოები და დარწმუნებულია მალე იქნება დასკვნა. წინასწარი დასკვნები პრინციპში ცნობილია, მათ შორის სწორედ იმ დეზინფორმაციების უარსაყოფებლად, რომელიც ერთ-ერთი კვლავ ღვთის ამბების მიერ იყო აწეული, როგორც ინფორმაცია, რომ თითქოს ამ მდინარეში, ბუბასყალზეა საუბარი, თითქოს იქ 2 დღის განმავლობაში წყალი იყო დაწყვეტილი, ან მინიმუმ დაწეული და თითქოს 2 დღის განმავლობაში მთაში იყო ფორმირება, ასე ვთქვათ, აი ამ ზვავის და შემდეგ წამოიდგა აი აბსოლუტური ტყუილი, მეცნიერულ დონეზე დადასტურებული ტყუილი, ვინაიდან არსებობს სენსორები, მათ შორის მდინარე ჭანჭახზე, რომლის შენაკადიც არის ბუბისწყალი და რამდენიმე მეტრში აი ამ შენაკადიდან არის სენსორები და აჩვენებს ის ბოლო თვის მონაცემებს, რომ არანაირი ცვლილება წყლის დონეში არ იყო, ანუ შენაკადი, რომელიც ჭანჭახის 30%-ს ქმნის, მიკრო წყალი დამშრალი იყო, შესაბამისად ჭანჭახის დაიწერდა. ამიტომ აი ასე დეზინფორმაციას ავრცელებენ ამ დროს. რაც შეეხება მიზეზებს, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი სპეციალისტები უკეთესად ახსნიან, როცა საბოლოო დასკვნა ექნებათ. პირველი მონაცემები, რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ეს არის მყინვარის მოწყვეტის შედეგი, მათ შორის სხვათა შორის იმ ტერიტორიაზე 350 ჰექტარზე, რომელიც ქვაღოღით არის დაფარული, რამდენიმე ლოდი არის ყინულის, რომელიც იქ დარჩენილია ჯერ კიდევ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რაიმე საფრთხე კიდევ არსებობს, რომ დავუშვათ უახლოეს მომავალში? არა, ამ ხრივ არა, ვინაიდან ამიტომაც დაათვალიერეს ვიზუალურად ვეთფრენით შევიდნენ ტერიტორიაზე და იქ რაიმე საფრთხე რომ კვლავ მოხდეს ასეთი ტიპის სტიქია არ არსებობს. და რაც შეეხება კიდევ ერთხელ აი ამ მიზეზებს, ნახეთ მათ შორის ამ პერიმეტრის ზემოდანაც ვიყავით შესული ტყეში და ჩანს მთლიანად ეს მთელი კალაპოტი, როგორ აქვს წამოღებული, არ ვიცი 30 მეტრი უფრო მაღალი ხეები გასხეპილი და ლოდი ქვა რაც იყო, ყველაფერი წამოღებული შემდეგ ამ სტიქია. საუბარია რამდენიმე წუთზე, როდესაც ეს ჩამოყალიბდა და შემდეგ სტიქიაც იქცა. მაგალითად იმ მომენტიდან, როდესაც მოწყდა ეს მასა და დაიძრა, ასე ვთქვათ, შოვის კურორტის ტერიტორიისკენ, სადღაც რაღაც მომენტამდე 2 კილომეტრის მონაკვეთია, წუთების ამბავია, ალბათ 3 წუთი შეიძლება დაჭირდეს, სადღაც 2-დან 7 კილომეტრამდე მანძილია ბოლო წერტილამდე და სადღაც დაახლოებით ეს არის ვარაუდი, რომ აი და მათ შორის ფითხილელებიც ამას ამბობენ, რომ წამებში მოხდა ეს ყველაფერი და ეს არ იყო კიდევ ერთხელ, ეს არ არის ან ღვარცოფი, ან სხვა სახის ასეთი მოვლენა, რომელიც შეიძლებოდა ასე ყოფილიყო წინასწარმეტყველების საგანი და ახსნეს კიდევაც სპეციალისტებმა, რომ იყო სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც ერთ მომენტში მოხდა და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. სხვა მხრივ რისკი არ არსებობს დღესდღეობით. გასაგებია, ბატონ შალვა და ბოლოსკენ ერთი შეკითხვაც, ცხადია, მთელი ჩვენი ყურადღება ახლა სტიქიის ზონისკენ არის მიმართული და იმ ადამიანებისკენ, ვინც ამ დრომდე ეძებენ ოჯახის წევრებს, თუმცა მაინც მინდა კითხოთ, გარშემო დასახლებებს რაც შეეხება, ხომ არ რჩება რომელიმე ისეთი ტერიტორია, რომელიც შესაძლოა მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს და საჭიროებს დახმარებას?
არა, ვინაიდან ეს თავად კურორტი შოვი არ გახლავთ დასახლებული პუნქტი, ეს არის ეს საკურორტო ზონა. შესაბამისად, ბოლო სოფელი არის გლოლა, იმის იქით უკვე სოფლები აღარ არის, გლოლის შემდეგ არის ეს შოვის კურორტი. გლოლას თავად არ შეხებია, როგორც გითხარით, ეს სტიქია. შესაბამისად, იქ მოწყვეტილი არავინ არ არის, ერთადერთი ამ ასე ვთქვათ, ამ ადგილის იქით არიან მხოლოდ ჩვენი მესაზღვრეები, რომელთაც რა თქმა უნდა ვეთქიმის მეშვეობით არის შესაბამისი კონტაქტი და როტაცია. ბატონ შალვა, დიდი მადლობა ჩართვისათვის და თქვენი დროისთვის. მადლობთ, რომ დაგვითმეთ დრო დაგემშვიდობებით. და ბატონი შალვა პაპუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ